ყველას გულითადათ მოგილოცავთ 12-თაგან ერთ-ერთ საუფლო მირქმის დღესასწაულს. ესე იგი მაცხოვრის მიყვანას მე-40 დღეს ტაძარში, სადაც მართალმა სვიმეონმა ხელზე მიიქვა იგი. ასევე საოცარი არისო ეს დღე დაემთხვა კვირიაკეს, რომელსაც ჩვენ გაუბრალოებულად ვეძახით ხორციელის კვირიაკეს, მაგრამ მისი მთავარი შინაარსი არის საშინელი სამსჯავროს ხსენების დღე და დღეს შევეცადოთ უბრალოდ, რომ ამ ორივეზე ერთიან კონტექსტში ვისაუბროთ. მირქმის დღესასწაული არის შეხვედრის დღესასწაული. ჩვენ რისთვისაც ტაძარში მოვედით ზოგადად, სადაც ადამიანი და ღმერთი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს ყველანაირი დამხმარე საშუალებების გარეშე. ადამიანები მოძღვარი, ადამიანი, ვინც მრევლი არის, ვისაც უკვე ეს ბილიკი გაკვალული აქვს და მას ღმერთთან თავისებური ურთიერთობა აქვს, იგრძნო მან ღმერთის მყოფობა საკუთარ შინაგანში, ეს ადამიანები ხდებიან წინამძღვარნი ადამიანისა და რჩევის მიმცემები ადამიანისა, რომელიც თვითონვე პირადად უნდა შეხვდეს ღმერთს. დღეს იმედის დღე არის. იმედის დღე იმისა, მირქმის დღესასწაული იმედის დღე არის, იმიტომ რომ შეხვედრა მოხდა პატარისა და დიდისა. რომ გალაქტიკების შემოქმედმა ღმერთმა ინება მართალი სვიმეონის კლავზე მიქმნა, ანუ ფიზიკურათაც კი შეძლო მართალმა სვიმეონმა გალაქტიკების შემოქმედი ღმერთის თავის კლავზე მიქმნა, ანუ ფიზიკურად შეხება შეძლო. დღეს ისე იგი ბავშვისა და მოხუცის შეხვედრა არის. დღეს ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმის შეხვედრა არის. ძველი აღთქმა, რომელიც უთმობს გზას ახალ აღთქმას. ძველი აღთქმის ადამიანი, ჩვენი ძველი კაცი განიძარცვება და ახალი შეიმოსება. იმიტომ რომ ქრისტე მოვიდა, იმიტომ რომ ქრისტე დავინახეთ, იმიტომ რომ ქრისტე ვიგრძენით, იმიტომ რომ ქრისტეს სხეულებრივად შევეხებით და ამას ჩვენ ყოველ კვირა თითქმის ვაკეთებთ, როდესაც მის უხრწნელ სისსა და ხორცს ვეზიარებით. ჩვენც გვაქვს ამის წყალობა ღვთისაგან, როდესაც უფალმა არ ჩვენ დაგვტოვა ამის გარეშე. როგორც მართალმა სვიმეონმა ფიზიკურად შეძლო მასზე შეხება, ასევე უფალმა თავისი სიმდაბლი დამალა, საკუთარი თავი დაფარა პურსა და ღვინოში და ყოველ კვირას და ყოველ ლიტურგიაზე მთელს დედამიწაზე ეძლევა ყველა მორწმუნე ადამიანს, ვისაც წამს იმისა, რომ პურისა და ღვინის უკან არის ჭეშმარიტად პატიოსანი სისხლი და ხორცი უფლის ამთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. დღევანდელი დღე თითქოს წინააღმდეგობების დაძლევის დღე არის. ახალი აღთქმა, ძველი აღთქმა, ბავშვი, უფროსი ადამიანი, ღმერთი და ადამიანი, აი ეს თითქოს გადაულახა ვიზღუდე გადაილახა ქრისტეში. ანუ ქრისტეში ჩვენ ყველამ წარმოუდგენელი რამე გადავლახეთ. ანუ ქრისტეში ჩვენ ჯოჯოხეთურ მდგომარეობას დავაღწიეთ თავი და 60 მოვიპოვეთ. ქრისტეში ყველაფერი შესაძლებელი გახდა ადამიანისათვის. მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესთან შეერთებით შეუძლია ადამიანს ამ წუთი სოფლის სულისკვეთებას ზლიოს. მხოლოდ და მხოლოდ მასთან ერთად არის შესაძლებელი საკუთარ თავში გამარჯვება და სიხარულის მოპოვება, რომელიც ქრისტესთან ყოფობის სიხარული არის. რა სიხარულზეა საუბარი? ჩვენ ამას წინათ საუბრობდით პირად საუბარში და დღესაც გეტყვით. ყველაზე დიდი მტერი ადამიანისა ეს არის საკუთარი ეგოიზმი. და მე ამ ეგოიზმის გამო მე იშვიათად ვხედავ ქრისტიან ადამიანებს, რომლებიც ბედნიერები არიან იმის გამო, რომ ქრისტიანები არიან. ბედნიერები არიან იმის გამო, რომ ეკლესიაში მოვიდნენ, იმიტომ რომ ყველანი მაინც ახლა დიდი მარხვა მოდის და ყველანი რაღაცა დათრგუნულები იმით, რომ მარხვა მოდის, ახლა ისუ და მოვიკლო, ანუ ქრისტეში არის ქრისტიანები არიან ადამიანები, ეკლესიის წევრები ვართ, მაგრამ ბედნიერება და სიხარული არა გვაქვს. რატომ არა გვაქვს? ყველაზე მეტად ამაში ხელს გვიშლის ჩვენივე ეგოიზმი. და ნახეთ როგორ რაღაცა მაგალითს მოგიყვანთ. მაგალითად
თქვენ უნდა აპატიოთ მეორე ადამიანს რამე, გაწყენინათ ადამიანმა. აქეთ ქრისტეს მცნებაა და გეუნება რომ უნდა აპატიო ადამიანს. მაგრამ შენ გულში იძახი რომ აი კი მინდა რომ ვაპატიო და იწყებ ამ პატიებას. ვიღაცამ რამე გითხრა და მოთმინებას, ანუ ითმენ ვიღაცას რომ სიტყვა არ დაუბრუნო, მაგრამ ამ დროს შინაგანად ხარ უბედური, იმიტომ რომ საკუთარი შინაგანი გეუნება რომ რატომ არ აკეთებ ამას, რასაც აქამდე აკეთებდი. და ამიტომ ადამიანი ქრისტიანობაში პირველ ეტაპზე და თუ ადამიანმა ქრისტე არ იპოვა, მთელი მისი ცხოვრება ეკლესიის წიაღში არის, მაგრამ უბედურია, იმიტომ და სულ დაძაბულია, მისი ფსიქიკა სულ მუდმივად მოჭიმულია, იმიტომ რომ გარეგნულად, როგორ ვთქვათ, უნდა რომ ქრისტიანული წესი აღასრულოს, იმიტომ ეხლა შენდობის წესი მოდის, ჩვენ ყველანი ერთმანეთს შენდობას ვთხოვთ, მაგრამ ეს გარეგნული ფორმა იქნება გულში ადამიანს სულ რომც, აი ხა იმ რევლში თუ ვინმე ერთმანეთთან ხარ დაპირისპირებული, თუ კი თქვენი ოჯახის წევრებთან ხართ რაიმენაირად დაპირისპირებული, ან მეგობრებთან, ან იმ ადამიანებთან, ვისთანაც ითით რომ უნდა მიხვიდე და შენდობას ვთხოვოთ, რომც მიხვიდე და შენდობას ვთხოვო, მოდიხარ იქიდან და ადამიანი ხარ როგორიც და აი გული გაგლეჯასა გაქვს, იმიტომ რომ არ გინდოდა ამის გაკეთება, იმიტომ რომ საკუთარი ეგოიზმი გეუნება და რატომ აკეთებ ამას. და აი ადამიანები თითქოს ქრისტესთან მოვედით, თითქოს აი ტაძრად მოყვანებაა, ტაძარში მოვედით, ღმერთთან შესახვედრად მოვედით, მართალი სვიმეონის გავსად, მაგრამ უბედურია ადამიანი, არ არის მართალი სვიმეონის გავსად, რომელმაც დაინახა თუ არა ქრისტე მიიქვა რას იძახის, აც განუტევე მონაი შენი მეუფეო, ანუ რას იძახის, ეხლა უკვე გარდამცვალე მეუფეო, იმიტომ რომ ამაზე დიდი სიხარული არ არსებობს, ოდესაც ქრისტე მოვიდა, ანუ განკაცებული ღმერთი, გალაქტიკების შემოქმედი ღმერთი აგერ აქ არის. და ჩვენ ზიარების მერე ზუსტად აი თუ გახსოვთ შენდობის, როდესაც ჩვენ სამადლობე ლოცვას კითხულობთ, იქაც ამითი ვასრულებთ, აც განუტევე მონაი შენი მეუფეო, აუცილებლად ითქმის ეს. ავადმყოფებსაც რო ვაზიარებთ, იქაც ერთ-ერთი მთავარი ლოცვა ზიარების მერე აც განუტევი, ანუ ნიშნავს იმას, რომ ამაზე მეტი აღარაფერი არ მინდა, იმიტომ რომ ქრისტე შემოვიდა ჩემ ცხოვრებაში, დანარჩენი ყველაფერი არის მეორე ხარისხოვანი. და როდესაც ჩვენ აი ამ რატო ვართ უბედურები, რატო ვართ იმის გამო რომ ვიღაცას რო ვპატიობ, ჯერ არ მინდა რომ ვაპატიო, ვეძებთ ყველანაირად გამართლებას, რომ მივიდე და უთხრა ეხლა როგორ მიიღებს ის, ანუ თავიდან ბოლომდე თავს ვიმართლებთ იმაზე, რომ თავის დამდაბლება არ გვინდა, იმიტომ რომ ჩვენს ეგოიზმს ზოგადად ზულს, ჩვენი თავის დამდაბლება ზულს, გულმოწყალება ზულს, ქრისტეს მსგავსი გახდეს ანუ თვითონ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად გვიშლის, ჩვენში არის გამჯდარი ეს ჩვენი საკუთარი მე, საკუთარი ღმერთობა, მე ვარ, მე მინდა, მე ესე ვთვლი, მე ესე მინდა და მე ესე მსურს. აი ეს მე არის გამჯდარი ადამიანში. და ამიტომაც მოვიდა ადამიანი ეკლესიაში რისთვის, იმიტომ რომ თავის მეს უნდა ებრძოლოს, საკუთარ ეგოიზმს უნდა ებრძოლოს და თითქოს ქრისტეს უნდა დაუთმოს საკუთარი ადგილი, მაგრამ არ იცის როგორ გააკეთოს და უბედურია ადამიანი, აკეთებს იმას, რასაც თუნდაც ცნება ავალებს, მამაომ დაავალა, პატრიარქის კურთხევა, მღვდელმთავრის კურთხევა, იმის კურთხევა, ამის კურთხევა, ადამიანს იტანჯება ამ სულიერი ცხოვრებით, იმიტომ რომ მამაომ დაავალა, იმან დაავალა, ამან და უბედურია ქრისტიანი ადამიანი და უბედურია, იმიტომ რომ იტანჯება შინაგანად, რომ რატომ სიმძივე აქვს, ასრულებს, განა არ ასრულებს, მარხვასაც იცავს თითქოს გარეგნულად, რაღაცას თავს ძალას დაატანს, სახურებაზე მოვა, დადგება, მაგრამ არ არის მისი, არ არის ბედნიერი, გახარებული არ არის, მართალი სვიმეონის მსგავსად, ანუ სიხარული არ გააჩნია ადამიანს და რატომ? იმიტომ არ გააჩნია ადამიანს სიხარული, რომ როდესაც აი მარტივად გეტყვით, როდესაც შენ ადამიანს პატიობ, როდესაც შენ ადამიანს უთმობ, აი რაღაცა გითხრა და თავი დახარე და დაუთმე, აქ საკუთარი ეგოიზმი მოდის და გეუნება იმ წუთში, რომ იცი რა, რატო გააკეთე ეს? ეს რატო გააკეთე? ეს რა გამიკეთე? მე და შენ ხო ერთი ვართ, მე ამას მე მიკეთებ, ანუ შენი ეგოიზმი გეუნება, კაცო, რას მერჩი მე? რას მერჩი ამას რომ მიკეთებ, რატომ ტანჯავ? ეხლა ხო არ იყო, არ უნდა მოგეთმინა შენ, არ ჯობდა რომ არ მოგეთმინა, არ ჯობდა რომ გეთქვა, არ ჯობდა რომ არ აპატიო ადამიანს, ეს ხო ეგოისტურად თუ დაუცვეთ, ეგოისტურად თუ იქცევი ადამიანი, ეს კარგია და საკუთარი ეგოიზმი შინაგანად, რომელიც გაკერკპებული არის და შენში გამჯდარია ძვალში და რბილში, ის გეუნება მე რატომ მიკეთებ ამას? და მუდმივად ადამიანს საკუთარ მეთი, საკუთარ ეგოიზმთან უწევს აი ეს ბრძოლა და დატანჯულია ადამიანი.
რატომ? იმიტომ რომ ნახეთ, გარეგნულისთვის თუ უნდა გავაკეთო ეს, იმიტომ რომ მამაო მაკურთხა, პატრიარქმა მაკურთხა, მეუფემ მაკურთხა, იმან ამან, ანუ თუ ქრისტე არ არის აქ, ადამიანი იტანჯება. და ნახეთ, ყველაზე საუცხოო რა არის? აი, როდესაც ქრისტე მოდის და საკუთარი ეგოიზმი გადაინაცვლებს უკან, მაშინ შენ უკვე იცი, ვის გამო მოითმინე. ეს გვაკლია დღეს ჩვენ. რომ მოუთმინი ადამიანს, რომ რაღაცა შეურაცხყოფა მოგაყენა და რომ მოუთმინი ადამიანს, იცი რის გამო მოითმინე, გამიგეთ? იცი თავის და იმიტომ რომ ქრისტეს გამო და გიხარია, იმიტომ რომ საკუთარი ეგოიზმი ამაში არ გაგახარებს. საკუთარი ეგოიზმი გეტყვის, რას აკეთებ, კაცო, არ მსიამოვნებს მე ამას რო აკეთებ. საკუთარი მე გეუნება, ეს მეორეთი აღარ გააკეთო. მშობელი რო რაღაცას გეტყვის, იმას არ დაუჯერო არაფერი, შეეწინააღმდეგე. აუცილებლად შეურაცხყოფაც მიაყენე. მეგობარმა რამე გითხრა, ახლობელმა იმას შეეწინააღმდეგე, იმიტომ რომ ეგოიზმი გეუნება, მომემსახურე მე. თუ ერთნი ვარ ჩვენ, მაშინ ერთნი ვიყვეთ. რატომ ღალატობ მე? და ადამიანი ამას აკეთებ, ანუ საკუთარ ეგოიზმს ემსახურები და ნახეთ ყველაზე მთავარი რა არის, ეკლესიაში ხარ ადამიანი, აღსარებას ამბობ, ეზიარები, ანუ წეღან რაც თქვით, ანუ ფიზიკურად ეხები მაცხოვარს და მიუხედავად ამისა ხარ, მაინც იტანჯები, მაინც ცუდად ხარ, იმიტომ რომ შინაგანად ფიქრობ, რომ გაკლია რაღაცა, სიამოვნება არა გაქვს, წუთისოფლიდან რაღაცას იკლებ, ყველა ადამიანი თითქოს ძლიერია თავისი გამჭრიახობით, თავისივით მე თითქოს მეუნებიან, რომ თავმდაბალი უნდა ვიყვე, გულმოწყალე უნდა ვიყვე, სხვანაირი უნდა ვიყვე ადამიანი და ესეთი არ მინდა რომ ვიყვე და თითქოს ვცდილობ რომ ესეთი ვიყვე, მაგრამ ვერა ვარ ესეთი, რატომ ვერა ვარ? იმიტომ რომ მე მარტო ამას ვერ გავაკეთებ. შენ ამას ვერ შეძლებ, მარტო ადამიანი საკუთარ ეგოიზმს ვერ დაამარცხებ, იმიტომ რომ შენ და ის ერთნი ხართ. გეტყვის, კაცო, მე უფრო ძვირფასი არა ვარ ვიდრე დედა შენი? იმიტომ რომ შენ რო დაუთმე, მე უფრო ძვირფასი არა ვარ შენთვის ვიდრე შენი მშობელი, შენი მეუღლე, შენი შვილები, მე უფრო არა ვარ ისე იგი უფრო უპირატესი და უფრო მიარუდამაა ვიდრე მათ. იმიტომ რომ მე და შენ ხო ერთი ვარ. და აი აქ არის ზუსტად. მოდის ადამიანი ტაძარში, ეკლესიაში და მართლა ქრისტე დგება მისი ეგოიზმის ზემოთ. და როდესაც ეგოიზმი ეტყვის იქ, რომ ისე იგი შენ უთხარი ადამიანს, შეურაცხყოფა მიაყენე, შენ გადაუხადე სამაგიერო, შენ შეგშურდეს ადამიანისა, იქ ცოცხალი ქრისტე გეუნება შენ, ჩემი გულისთვის მოითმინე რა. მე ხო მიყვარხარ, მე ხო შენთვის ამდენი რამე გავაკეთე, მე ხო შენთვის ეს ბედნიერება რო გეგზნო შენ, აი იქ ზემოდან, ანუ სადღაც უცნობელიდან, რომელიც ჩვენ არ ვიცით, იქიდან მოვედი, რომ შენ დაგლაპარაკებოდი, რომ შენ დღეს ეს ბედნიერება და სიხარული ქონოდა, მაგრამ ჩვენ კიდე ვიძახით, აი ამ ჩვენი რელიგიურობაში ვართ ჩაკეტილები, ქრისტეს გარეშე ქრისტიანები ვართ. საერთოდ არ ცნობს ადამიანი ქრისტეს, იმიტომ რომ ქრისტე რო იყოს მართლა ადამიანის გულში, მწუხარებაშიც სიხარული აქვს. პატიებაშიც უხარია, ვინმე შეურაცხყოფა მიაყენა უხარია, ანუ თა როგორ არის თითქოს საკუთარი ეგოიზმი გეუნება შემოგჩივლებს, რომ ესა რატო გააკეთე ახლა, მაგრამ უცებ ქრისტე არის გულში და ეუბნება, აბა დამშვიდი ახლა, შენ ხო ჩემს გამო გააკეთეს. ანუ ბევრჯერ გესაუბრეთ მე, რომ ქრისტეს გამო არ ვიცით არაფრის კეთება, იმიტომ რომ არ ვიცნობთ საერთოდ მას. ჩვენი რელიგიურობით ხო გეუნებით, აი ჩვენი აი ამ თუნდაც საეკლესიო ცხოვრებით, ყველა საიდუმლოებებში მონაწილეობით, მაინც საკუთარ ეგოიზმს ვემსახურებით, სამწუხაროდ, ქრისტეს კი არ ვემსახურებით, მაინც საკუთარ ეგოიზმს ვემსახურებით. და რა არის მარხვა? აი მარხვა ზუსტად ეს არის, როდესაც ადამიანი არამხოლოდ, ანუ ნახეთ, არამხოლოდ ის, რაც ცუდია, იმაზე იტყვი უარს, არამედ შენ ქრისტეთით უნდა აივსო. თუ შენ უბრალოდ მაშინ იტანჯები, გამიგეთ, აი მე ანუ საჭმელი გინდა ვერ აკეთებ, ვიღაცას ხო ჩამოგითვალეთ, სამაგიერო გინდა გადაუხადო, ვერა ქმარმა რაღაცა გითხრა და აი ისე იგი კი მოითმინე, მაგრამ ისე იგი თითებს იჭამ ადამიანი და ოღონდაც სამაგიერო და სადღაც თითქოს იმ წუთში გაუტარე, მაგრამ 2-3 დღის მერე ისეთ რამეს ეტყვი, ან ისეთ რამეს გაუკეთებ ადამიანს, თითქოს
შენ თვითონვე შენ მასინდის მარიცისო ზუსტად ამის გამო გადაუხადე სამაგიერო 2 და 3 დღის უკარო რაღაცა გაგიკეთა. ეს მხოლოდ არა ოჯახში, არამედ გარეთ და ამიტომ ნახეთ ჩვენ საბოლოო ჯამში ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც გარეთ არიან, უბრალოდ სხვა ადამიანები სხვა რამით დრგუნავენ საკუთარ იმას, რა ქვია, ეგოიზმს. აქ ჩვენ უბრალოდ ეკლესიაში მოვედით და ვცდილობთ საკუთარი ეგოიზმის თითქოს დათრგუნვას, მაგრამ ვერ ვახერხებთ ამას. და საბოლოო ჯამში ადამიანი მწუხარებს, ქრისტიანი адам მწუხარებს. და ამიტომაც არის ადამიანს გონია სინანული, რომ ისე იგი ეს სახეს უნდა იხოკავდეს და რაღაცა ისე იგი უბედური უნდა იყოს. არა, სინანული სხვა რამეა, სინანული ღმერთია, სინანული მადლია, სინანული რომ მოდის ამავე დროს სიხარული მოდისო, შენ გაიგე, შენ მიხვდი, შენ გაიაზრე საკუთარი თავი, მიხვდი სადამ აქვს მე ცოდვა, სადამ აქვს პრობლემა, რა მაქვს გამოსასწორებელი, მიხვდი რომ ჩემი ეგოიზმია დასათრგუნი და ეს არის ზუსტად, ნახეთ გადავდივართ, ეს არის ზუსტად მომზადება იმისთვის, რასაც ჩვენ საშინელ სამსჯავროს ვეძახით. საშინელი იქნება ხალხო სამსჯავრო იმ ადამიანებისთვის, ვისაც საკუთარი მინდა და საკუთარი ეგოიზმი აქვს სქელი და ქრისტეს ავიღოთ პროცენტულად ავიღოთ 99% საკუთარ ეგოიზმში ადამიანი და 1% სადღაც უბრალოდ ისიც ღვთის მადლითა და წყალობით ის 1%-ია სიფრიფანა არის მხოლოდ ქრისტეს მდგომარეობა ადამიანში. და ნახეთ უბრალოდ წარმოიდგინეთ ჩვენ ეხლა უნდა მივიდეთ ჯვარცმამდე, უნდა მივიდეთ აღდგომამდე, მარხვა ამისთვის არის რომ ჩვენი ეს 99% გასქელებული საკუთარი ეგოიზმი უნდა დათხელდეს, რომ ამ დათხელების შესაბამისად ჩვენში ქრისტე მოიმატოს, ქრისტე გაიზარდოს, რომ ნახეთ ჩვენი რწმენა, ჩვენი სარწმუნოება გახდეს იმდენად უფრო გამჭირვალე, რომ როდესაც თქვენ ჯვარცმასთან დადგები და ქრისტეს ჯვარს შეხედავთ, უნდა იქ სხვა განცდა, წეღარას თქვით, მღვაწლისა, სიყვარული უნდა მოდიოდეს და მადლიერების განცდა უნდა მოდიოდეს, რომ წრემლი კი არა, წრემლი სიხარულისა უნდა მოდიოდეს, რომ მადლობა ღმერთო, მადლობა ქრისტე იმისთვის, რაც შენ გააკეთე. მაგრამ გასქელებული ეგოიზმით, რომელიც ჩვენ გვაქვს და საკუთარ თავისთვის გვინდა ყველაფერი, აქედან გამომდინარე, ამიტომაც ეს ლმობიერება, საკუთარი შინაგანი სიმდაბლე, გულმოწყალება არ მოდის ამ დროს. ადამიანებს ვეუბნები ხომ, ისე იგი დიდ პარასკევს არის ხომ, რომ დილიდან საღამომდე მზის ჩასვლამდე თუ მთელი ის დღე არაფერს არ ჭამენ, მაგრამ ადამიანის შინაგანად ისია, საკუთარი ეგოიზმი იმდენად აქვს ადამიანს გამჯდარი, ვეუბნები ადამიანო თავს რაღაცო იტანჯავ. რატო იტანჯავ თავს? თავარს ვერ მიხვდი და უბრალოდ შიმშილობ ადამიანი. ეს ხო კიდევ ვიძახი დაგანგრევს. დღეს გააკეთებ ხვალ ზეგ მაზეგ და წლების განმავლობაში ადამიანი ნადგურდება, იმიტომ რომ რისთვისაც ამას აკეთებს, იმას ვერ იღებს, იმიტომ რომ თავარი რაც არის, ქრისტე არ არის ადამიანის გულში. ამიტომაც ჩვენ წარმოიდგინეთ, როდესაც მეცადინეობის დრო გვაქვს, ჩვენ აღდგომამდე ხოვდა მივიდე და ჩვენ ჯვარცმას რო შევხედავ და აღდგომას რო შევხედავთ, მასში უნდა გავჭვრიდოთ თითქოს რო გარდავიცვალეთ ქრისტეს, ცოცხალი ქრისტეს წინაშე დავდექით. ჯვარცმული ქრისტესი და აღდგომილი ქრისტეს წინაშე დავდექით და უფალო გიცნობ შენ. დღეს რო იძახის მაცხოვარი რომ ვინც აჭამა, მშიოდა და მასვით მწყუროდა და ისე იგი მშიოდა და მაჭამეთ, მწყუროდა და მასვით შიშველი ვიყავი და შემოსე და ასე შემდეგ უფალი რო იძახის, ეს კაციშვილმა არ ვიცით, ქრისტე შეიძლება იქ დგას, ამ ადამიანების უკან დგას, არავინ არ ვიცით. ამიტომ ჩვენი მეცადინეობა რა არის დღეს დგევარ, თუ ჩვენი ეგოიზმი არ დაითურგუნა და ქრისტე არ, როგორ გითხრათ იცი, თუ თავს ძალა არ დაატანე მისი მცნებების აღსრულებაში, თუ კი ადამიანმა მართლა ლმობიერი ლოცვა არ შეიძინე, მართლა ქრისტეს წინაშე ლმობიერი ლოცვა არ შეიძინე და ქრისტე როგორც ღმერთი შენს გულში არ იქნა, რომ ქრისტეს ღმერთობა დადასტურდეს შენს გულში და მის მიმართ ლოცვა, წმინდა წერილის კითხვა, მისი მცნების აღსრულება და ჩემზე მოსული განსაცდელების მისი სახელისა და მისი სიყვარულის გამო დათმენა თუ არ შეძლო ადამიანმა, ეს სამი პუნქტი თუ ვერ შეასრულა ადამიანში, ქრისტე ვერ მკვიდრობს ვერანაირად.
ამიტომაც ეგოიზმით გაჯერებული ადამიანი ჯვარცმის წინაშე დგას, აღდგომის დღესასწაულს იზეიმებს, მაგრამ მისი ეგო იქნება ისეთი სქელი, რომ ის არ მისცემს საშუალებას სულს, რომ სულმა დაინახოს იმ დღესასწაულის მადლი და იმ დღესასწაულის ლოგოსები და შინაარსი, რომელთან შერწყმითაც ადამიანში სიხარული მოდის. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დღევანდელი ჩვენი საშინელი სამსჯავროს ხსენება, მარხვის პერიოდი ეს არის მომზადება საშინელ სამსჯავროზე წარსადგენად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ყველამ ვიცოდეთ. და რაც ვთქვით, თუ ეს 3 პუნქტი არ სრულდება, ხალხო შეიყვარეთ, ქრისტე შეიყვარეთ. ძალიან ცუდ რამეს ვეთქვი, მაგრამ დღეს ადამიანებს, მორწმუნე ადამიანებს ადამიანები უფრო უყვართ, ვიდრე ქრისტე უყვარდეთ. ადამიანის გამო, თუნდაც საკუთარი მოძღვრის გამო, თუ საკუთარი იმის გამო, ყველაფერს გააკეთებენ. ცოდვაშიც კი ჩავარდებიან ადამიანები, რა ვიცი, კიდევ ვიძახ, ადამიანისთვის ყველაფერს გააკეთებენ და სიტყვას, კითხვას ვსვავ ბოლოს ქრისტესთვის როდის რა გააკეთე? ქრისტეს სიყვარულის გამო თან უფალი ხო არ გთხოვ შენ გარეთ ბრძოლას, უფალი არ გთხოვ შენ რომ გამოხვიდე და სადღაც ვიღაცას ეჩხუბო, გალანძღო, ან ქრისტიანობა პირველ რიგში გარეგნულად დაიცვა, ან ხმალი აიღო ხელში და იბრძოლო. პირველი რასაც გეუნება ქრისტე, რომ ეს საერთოდ გარეთ შენს ურთიერთობას თითქმის არ ეხება, პირველი გულში, საკუთარ გულში შეგიძლია თუ არა ჩემს გამო შენს ეგოიზმს რამე უთხრა, შენს ეგოიზმს დაუპირისპირდე ყველაზე ძიმე მტერს, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში, სულიერ ცხოვრებაში არსებობს. არ შეუძლია ადამიანს. ამიტომ თავისი რელიგიურობა უნდა დაამტკიცოს სხვა ფორმებით ადამიანმა და ამიტომ გამოსული საკუთარი თავიდან ქრისტესთვის კი არ იბრძვის. არამედ საკუთარი ეგოიზმისთვის იბრძვის კიდევ ადამიანი, რომ კარგი გამოჩნდეს, კარგი იყოს, კარგად, ისე იგი შეაფასონ, ტაში დაუკრან, რა კარგი ადამიანი ხარ, რა კარგად, ისე იგი აკეთებ იმას თუ ამას და მაცხოვარი ამაზე იძახის, რომ მათო მიუღებიათო თავისი სასყიდელი. ამიტომ ჩვენ ერთ რამეს უნდა მივაქციოთ კიდე ყურადღება. უფალი როდესაც მოვა მეორედ მოსვლის დროს, ან როდესაც ჩვენ წარსდგებით მაცხოვრის წინაშე ჩვენი პირადი გარდაცვალების შემთხვევაში, ჩვენ უფალი მოგთხოვს ერთ რამეს. იცოდეთ, რომ ყველაზე მთავარს მოგთხოვს. ხშირად არის ხოლმე, რა თქმა უნდა, ეს აპელირება იმაზე, რომ ცოდვები და ცოდვებსა და შენ ესე რატო გააკეთე, სხვადასხვა ტრადიცია არსებობს ეკლესიაში, სხვადასხვა თუნდაც წმინდანის გამოთქმული სხვადასხვა ფორმები, მაგრამ მე ერთ რამეს ვიტყვი, ყველაზე მთავარს მოგთხოვს უფალი. გარდა იმისა, რომ შენ ცოდვები ჩაიდინე თუ არ ჩაიდინე, ეს შენი პრობლემა არის და მან გითხრა, რომ ჯოჯოხეთსაც და სამოთხესო თქვენ გულში ატარებთო, ცოდვას ჩადიხარ, ჯოჯოხეთში ცხოვრობ. ვნება საყოლილი ხარ, ჯოჯოხეთში ცხოვრობ. ანუ შენ თვითონვე უბედური ხარ ადამიანი, წეღან ეთქვი, ეკლესიაში ხარ, მაგრამ უბედური ხარ, იმიტომ რომ გულში არის ჯოჯოხეთი, იმიტომ რომ ვნება საკუთარ ეგოიზმს საყოლილი ადამიანი მონახდები საკუთარი თავისა, საკუთარი მეს მონახდები და ანუ მონა ვერასოდეს ვერ შეიმეცნებს ჭეშმარიტებას და მონა ვერასოდეს ვერ დაიმკვიდრებს მარადიულ სასუფეველს. და რო წარსდგები ღვთის წინაშე ერთ რამეს, ჩვენი საშინელი სამსჯავრო ეს იქნება, ყველაზე მთავარი, პირველი, რო შეხედავ ქრისტეს, იცნობ საერთოდ მას, პირობითად, იცნობ, რომ ის არის, ეს ერთი. იმიტომ რომ ცნობა არ არის ფიზიკური თვალით, იქ სულიერად გადაინაცვლებს ადამიანი, ეს არ არის ფიზიკური თვალი, ეს არის გონითი ნაწილი, რითიც შენ მანამდე გქონდა დაწყებული ქრისტესთან ურთიერთობა, რომელიც შენი სული, გონების ძალით და უფალი თავისი სულიწმინდის ძალით, ეს შეერთება, რომელიც სინერგიას მოიცავს, ეს შეხვედრა ოდესღაც მომხდარია შენს გულში. ამიტომ მე თუ აქ ვარ შეხვედრილი ქრისტეს, მაშინ იქაც, როდესაც მის წინაშე დავდგები, ვიცნობ, უფალო, შენ ხარ ის, შენ გიცნობ, იმიტომ რომ მე შენ გნახე, ნანახი მყავხარ მე, ეს პირველი და მეორე. უფალი რას ეტყვის, რას გვეტყვის ჩვენ ყველას? მე შენთვის წინაზეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, მე შენთვის ძალიან ბევრი რამე გავაკეთე და უმთავრესი რამე გავაკეთე. მე როგორც გალაქტიკების შემოქმედი ღმერთი, აი ეს, როდესაც არაფერი არ მჭირდებოდა შენი გადარჩენისათვის, მე მოვედი და შეხედე ჯვარცმას, დღეს შეხედე ჯვარცმას.
შეხედეთ, წაიკითხეთ სახარება რა გააკეთა მაცხოვარმა, რომელიც მოვიდა საკუთარი ქმნილებასთან, მოვიდა და საკუთარმა ქმნილებამ ვერ იცნო, იგი და არა მხოლოდ ვერ იცნო, არამედ საშინლად მოექცა, ყველაზე საშინლად მოექცა. მოკლედ, თუ კი ვინმეს ოდესმე მოქცევია, ვინმე კეთილ ადამიანს მოქცევია. დაუფალი გეტყვის შენ, მე შენთვის, იმისთვის რომ შენ სიმრთელე გქონოდა, იმისთვის რომ შენ შინაგანი სულიერი, ისე იგი სიძლიერე გქონოდა, შინაგანი სულიერი სიცოცხლე გქონოდა, მე შენთვის აესა და ეს გავაკეთე. ეხლა გისვავ კითხვას უბრალოდ. აი ეს მე გავაკეთე, ეს სასყიდელი გავიღე შენთვის, შენ ჩემთვის რა გააკეთე? აი რა აკეთე? ანუ რით მიბრუნებ ამას? მადლიერებას რითი ხატავ ჩემს მიმართ? რა გააკეთე შენ ცხოვრებაში ამის სამადლიეროდ? რა გააკეთე შენ? და აი ეს არის ზუსტად საშინელი სამჟარო, რომ ადამიანს საერთოდ ხმის ამოღების საშუალება არ ექნება. რატომ? იმიტომ რომ მთელი თითქმის თავისი ცხოვრება საკუთარ ეგოიზმს ემსახურა. თუნდაც თეოლოგი იყოს ადამიანი, თუნდაც მღვდელი იყოს ადამიანი, თუნდაც ეპისკოპოსი იყოს ადამიანი, აქ ხარისხებს მნიშვნელობა არ აქვს. ყველას გვაქვს საკუთარი ეგო და როდესაც აი ამ ეგოიზმს ემსახურება ადამიანი, ეს არის ყველაზე საშინელი რამ. და ეს არის ის, რაც ჩვენსა და ქრისტეს შორის უდიდეს კედელს აშენებს, ეგოიზმის კედელი, მეს კედელი, რომელიც ქრისტესთან ურთიერთობას უშლის ადამიანს. და ქრისტე გეუბნება, რა ქენი შენ, ყველაზე მთავარი, ის კედელი, საკუთარი ეგოიზმი, შენ ჩამოშალე, რო დაეცი არაუშავს, რო ცოდვა ჩაიდინი არაუშავს. უფალი გვეუბნება, მე ცოდვილები მინახავს, მე ცოდვილებისთვის მოვედი, რო დაეცი და წამოდექ. იოანე ოქროპირი იძახის, რომ ყველაზე დიდი საშინელება ის კი არ არის, რომ ადამიანი წაიქცა, არამედ როდესაც წაიქცა და აღარ დგება ადამიანი, ეს არის ყველაზე საშინელი. და როდესაც პრობლემა ის კი არ არის, რომ შენ ეგოიზმი გაქვს და ეგოიზმის გამო იქცევი, არამედ პრობლემა ისაა, რომ საკუთარ ეგოიზმთან დანებებული ხარ და ქრისტე განდევნილი ყავს საკუთარი შინაგანიდან. შენ და შენმა ეგოიზმმა გარეთ გამოაგდეთ ქრისტე. არ უშვებს ჩვენი ეგოიზმი ქრისტეს და საღვთო მადლს, სულიწმინდის მადლს, რამდენიც გინდა ეზიარე, რამდენიც გინდა ახსარება თქვი, თუ შენ საკუთარ ეგოიზმის დათრგუნვას არ შეეცდები ადამიანი, მაშინ ქრისტე იქ ვერ მყოფობს ადამიანში. ამიტომ ყველაზე დიდი ცოდვა თუ ვინმე იტყვის არ არის. ეკლესიაში ცოდვები ყოფილა, სასულიერო პირებიც ცოდავდნენ, იმიტომ რომ კანონიკურ სამართალს ძიმეთაც ცოდავდნენ, ერესებში ვარდებოდნენ, ხორციელ ცოდვებში ვარდებოდნენ, არასოდეს ეს არ ყოფილა განსაკუთრებით ისეთი პრობლემა. ეკლესიისთვის ერთი მთავარი პრობლემა იყო ყოველთვის. ნახეთ რა არის. ქრისტესთვისაც და ეკლესიისთვისაც არის ერთი პრობლემა და გეტყვით რა ახლა. და ესა რომ იცოდეთ, ყველა ჩვენთაგანს გვეხება. მე უფრო მეტად როგორც სასულიერო პირს და სამღვდელოებას ყველას ვინც ვარ და მით უმეტეს მაღალ იერარქიას ყველას ეხება და მით უმეტეს გვეხება ჩვენ ვერ გავექცევით ამ პასუხისგებლობას და აბა დაუკვირდით ერთ რამეს. ქრისტემ ყველაზე მეტი რა ჩვენთვის მოიტანა რა, მან სიკვდილი დათრგუნა. და ჩვენ ერთი წმინდანი ამბობს, ათონელი წმინდანი ამბობს ესეთ რაღაცას, შენ უნდა დათრგუნო სიკვდილი, რას ნიშნავს ეს? აი ნახეთ, ყველაზე მთავარი რაც არის, რაც მოიტანა ქრისტემ, იმიტომ რომ ჩვენ ველოდებით უბრალოდ რომ რაღაცს ქრისტემ სიკვდილი დათრგუნა, ჩვენ რომ გარდავიცვლებით 64-ში მოხვდებით. არა, 64 აქვე არის, ჯოჯოხეთი აქვე არის და რას ნიშნავს ჩვენ, მე როგორც მღვდელმა, თქვენ როგორც ერმა, ჩვენ სამღვდელომ და საერომ რას ნიშნავს აქედანვე დავიწყოთ სიკვდილის დათრგუნვა. ნახეთ, ისე იგი ეს არის დასაწყები და აბა რა არის, რას ნიშნავს სიკვდილის დათრგუნვა? სიკვდილის დათრგუნვა ნიშნავს, რომ ამ წუთისოფლის სულისკვეთებისათვის შენ თვითონვე, შენი ეგოიზმით და შენ იმით, ანუ ნელ-ნელა ყდომა დაიწყო ქრისტესათვის. მოიცილო ყოველივე ის, რაც ამ წუთისოფელში გაჯაჭვებს ადამიანს. და როდესაც მაგალითად ჩვენ ხედავთ, ნახეთ, მე რო ცოდვა ჩავიდინო, ეს არ არის პრობლემა. თქვენ, ანუ ქრისტიანები ვართ, პრობლემა როგორ არ არის, ეს ჩემ თავზე მიყენებული ზიანია. გამოვალ შენდობას გთხოვთ ყველანი და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთმანეთს შენდობას გთხოვთ და ჩვენ მოკლედ ერთმანეთს ვაპატიებთ, მაგრამ ნახეთ,
როდესაც მე ჩემი ცხოვრებით, პირადი ცხოვრებით, ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობ მე პირადად, რომლითაც თქვენ მაგალითს გაძლევთ, რომ ამ წუთის სოფელს მიეჯაჭოთ. როდესაც ჩემი ფიქრები და ჩემი აზრები, თუნდაც სასულიერო პირის არისო, საკუთარი მე დავიკმაყოფილო, კარგი მანქანა მყავდეს, კარგი სახლი მქონდეს, ანუ ამ წუთისეულისეულ კომფორტში, როდესაც ვცხოვრობ, ეს არის საცდური იმისა, რომ ნახეთ, მე თუ ესე ვცხოვრობ, ეს არის გადამდები თქვენთვისაც. დღეს ყველაზე რთულ პერიოდში რატო ვართ ახლა ჩვენ, ნახეთ? ანუ ყველანი ბედნიერებას ეძებენ იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი მატერიალური კეთილდღეობა ქონდეს ადამიანს, სად არის აქ ქრისტე? სად არის აქ ქრისტე? და როდესაც თქვენ დაინახავთ, ნახეთ სასულიერო პირს, მე რო დამინახავთ, რომ კომფორტში ვცხოვრობ, მე რო დამინახავთ, რომ არაფერს არ ვიკლებ, ისე იგი რომ გყავდა მანქანა ამ, ისე იგი რაღაცა 2000 წლიანი გამოვიდა და 2024-იანში გადავცვალე, მოკლედ რაღაც ავიშენე სახლი, სასახლე, ისიც ამაქვს, ესეც ამაქვს, ისე იგი ყველაფერი. მაშინ ეს ყველაზე დიდი საცდურია, იმიტომ რომ ნახეთ თავარი რა ხდება. სიკვდილის დათრგუნვა არ ხდება, ანუ ადამიანი ამ წუთის სოფლისათვის მოკლებისკენ არ მიდიხარ. აბა დაუფიქრდით მირქმის დროს მართალი იოსები და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალაქტიკების შემოქმედი ღმერთით მივიდნენ ტაძარში და ყველაზე ისე იგი ცხვარიც კი ვერ მიიყვანეს, ბატკანიც კი ვერ მიიყვანეს, დეკეულს არავინ არ არჩივის. ანუ გვიტი მიიყვანეს, ორი პატარა მტრედის გვიტი მიიყვანეს, რომელიც იყო ყველაზე ღარიბი ადამიანების შესაწირი, იმიტომ რომ შესაწირი ითვალისწინებდა თუ ადამიანი სოციალურად მაღალი ფენისა იყო, ის თქვა დეკეულს წირავდა, ვიღაცა ცხვარს წირავდა და ასე შემდეგ. და იმდენად ღარიბები იყვნენ იოსები და მარიამი, რომ ყველაზე დაბალი, ანუ მტრედებიც კი ვერ მიიყვანეს, მტრედების ბარტყები მიიყვანეს, ანუ გვიტები მიიყვანეს. ტაძარში მიიტანეს. ამიტომ ნახეთ, სიკვდილი დათრგუნა. აი უფალი, როდესაც წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე, ერი თუ ბერი, ჩინიანი თუ უჩინო, როდესაც წარვდგებით, გეუბნება, რომ მე სიკვდილი დავთრგუნე. მე მივეცი ადამიანებს მაგალითი იმისა, რომ ამ წუთის სოფლის სულისკვეთებას ძლიონ, ემ სამწოდვას, რომლითაც მარხვის დროს უფალმა ძლია, ეს არის ისე იგი სიამოვნების მოყვარეობა, გემოთ მოყვარება, ეს არის დიდების მოყვარება და ვერცხლის მოყვარება, რომელსაც მე ვძლიე, იმიტომ რომ ამითი ნელ-ნელა დავიწყე სიკვდილის დამარცხება, იმიტომ რომ წინ ჯვარცმისკენ როდესაც წავიდოდი მე, ჩემთვის ხელი არაფერ შეეშალა, იმიტომ რომ თუ მას ქონება ექნებოდა, თუ მას სიამოვნების მოყვარე იქნებოდა, თუ კი ის მეფობას, ანუ დიდების მოყვარეობით იქნებოდა, ისე იგი შინაგანად მოცული, მაშინ ის მთავარ გასაკეთებელს ვერ გააკეთებდა. ასევე შენც სასულიერო პირი ვარ, თუ ერის ადამიანი ხარ, უნდა გახსოვდეს, რომ შენც ამ გზას გადიხარ, რომ სიკვდილის დათრგუნვა უნდა დაიწყო. ანუ ამ წუთის სოფელში ყველაზე მეტად რაზეც ხარ მიჯაჭული, მარხვა იმისთვის არსებობს, რომ დამარხო ეს ყველაფერი, რაც შენთვის აი მთავარი სიკვდილის დასათრგუნად ხელს გიშლის შენ. ამიტომაც არის ქრისტეს როგორ არის იცი, თითქოს ქრისტე ცალკე პიროვნებაა და ჩვენ რაღაცა ესე აღვიქვავთ, მაგრამ ქრისტეები, ანუ როგორ გითხრათ იცი, ჩვენ ქრისტეს შემოსილები უნდა გავხდეთ, რომ ჩვენ თვითონაც ისევე მოვიქცეთ, როგორც ქრისტე იქცეოდა. არ შეიძლება შენ დიდების მოყვარე იყო, ვერცხლის მოყვარე იყო, სიამოვნების მოყვარე იყო, ფუფუნებაში ცხოვრობდე ადამიანი და ამავე დროს შენ ცდილობდე თითქოს რომ ქრისტეს ბაძო, იმიტომ რომ მან სიკვდილით, აი გაიხსენეთ ქრისტეს ცხოვრება, შემოვიდა თუ არა, დღეს ხო გითხარით, 40 დღისა იყო, რომელ ოჯახში დაიბადა. ღარიბების ოჯახში, დღევანდელი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ღარიბების ოჯახში იზრდებოდა, საკუთარი ხელით შრომობდა, მამამისს ეხმარებოდა, ანუ შრომა, ისე იგი დურგალი იყო მამამისი, ანუ მისი ეს 30 წლამდე სანამ ის გამოვიდოდა, ისე იგი საჯარო ისე იგი სახურებაში სანამ ადამიანებთან გამოვიდოდა და განაცხადებდა საკუთარ თავს, როგორც ღვთის ძე, ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტასი, მანამდე ის ჩვეულებრივ ადამიანურად
დაბალ ფენაში ცხოვრობდა, ღარიბულად ცხოვრობდა, მეგობრები ეყოლებოდა ალბათ თავისი, სადაც ის თავის გამჭრიახობას, თავის იმას ანახებდა, მაგრამ თავარი ქონდა მას. ამ წუთის, ანუ ქრისტეს მოსვლიდან დაწყებული ბაგაჟიც ამიტომ იშვა. ამიტომ არ იშვა სადღაც სასახლეებში, იმიტომ რომ მან დაგვანახა, რომ მისი დაბადებიდან მოყოლებული აღდგომამდე, ანუ ჯვარცმამდე, რომ სიკვდილი უნდა დაემარცხებინა, მისი დაბადებიდან მოყოლებული აღდგომამდე მან მაგალითი გვაჩვენა, როგორ უნდა ამ წუთისოფლისეულ ცხოვრებაში ნელ-ნელა ადამიანმა საკუთარი თავი მოიკვეთო, როგორ ადამიანმა ამ წუთისოფლის სულისკვეთებას აჯობო, როგორ ადამიანმა სიკვდილითა სიკვდილის დათრგუნვა დაიწყო უკვე ამავე წუთისოფელში, რომ თავარ სიკვდილთან რომ იხვალ ყველაზე დიდ მტერთან, რომელსაც ეძახის პავლე მოციქული, აიქ არ შეშინდე ადამიანი. აიქ არ გახდე, როგორ იცი, მე რო ისმინდა, მე რო ესმინდა, რო დაწვევი, მე ბევრჯერ მithქვამს, რომ გაღარიბდები ადამიანი, გაღატაკდები, ორსართულიანი სახლი რო გაქვს და ისე იგი ერთი ოთახიდან ვერ გამოდიხარ, რომ მეორე სართულზე ახვიდე, არა მეორე სართულზე გვერდზე ოთახშიც ვერ შედიხარ. სამი მანქანა რო ყავდა და გარეთ ვერ გამოდიხარ, ერთშიც ვერ ჯდები, ჰექტორობით მიწები რო ქონდა და ვერც კი გადიხარ, რომ მოინახულო ეს მიწები და აღარ გავაგზელებ, ოქრო ვერცხლი რო ქონდა, შემკული რო იყავი თავიდან ბოლომდე და არაფერი რო აღარ გახარებს ადამიანი, იმიტომ რომ ხვდები, რომ ეს ყველაფერი რისთვისაც მთელი ცხოვრება გაიღე, ეს ყველაფერი აქ რჩება, ყველაფერი აქ რჩება. ბევრჯერ გითხარით, ერთხელ გითხარით უბრალოდ რომ ადამიანი ერთი სასულიერო პირი, ისე იგი ყვებოდა, ადამიანი გარდაცვალების პირას იყო და რომ მივიდა, აღსარებას უნდა ეთქვა, მაგრამ აღსარებას ვერ ამბობდა, არ იცოდა რა უნდა ეთქვა და ერთ ნანოფო რამეს ამ სასულიერო პირმა კითხა და ერთ რამეს უნანოფო, რას უნანოფო, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება რაც ჩამოგითვალეთ, ამას მოვანდომე და მივხვდი ერთ რამეს, რომ ადამიანური ურთიერთობები არ მქონიაო. მენატრება საკუთარ შვილებთან ურთიერთობა, მენატრება საკუთარ მეუღლესთან ურთიერთობა, მენატრება ადამიანური ურთიერთობა, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება ამ წუთისოფლის სულისკვეთებასთან მიჯაჭულობაში გავატარეო. ამიტომ, როდესაც ნახეთ ყველაზე, მე ამიტომ გეუბნებით, ყველაზე დიდი საცდური არის ის, რომ თქვენს ახლა საკუთარ ჩვენ არა ვართ მდიდრები, მაგრამ აი ჩვენ სულისკვეთება როგორი უნდა იყოს, იცით, რომ არაუშავს შვილო, ცოტა გვაქვს, არაუშავს, მადლობა ღმერთს, ვის შეუძლია ამის თქმა? მადლობა ღმერთს იმისთვის, რაც გვაქვს, რაც არის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს მორწმუნე ადამიანს, რომელმასაც მის თავში აქვს თავარი გადაწყვეტილი, რომ მე სიკვდილითა სიკვდილი უნდა დავთრგუნო. აი ეს არის ქრისტეს მიმსგავსება. მაგრამ ჩვენ ყველანი სამწუხაროდ, სამღვდელო, საერო, ყველანი ვცხოვრობ თითქოს ამ წუთისოფელში უნდა დავრჩეთ. ისე იგი აქედან არსად წასვლას თითქოს არ ვაპირებ და საქმე ისა, რომ ჩვენ საცდურს ვაძლევთ ერთმანეთს. რაც არ უნდა ადამიანი გამოხვიდე და უპოვარებაზე და რაც არ უნდა სულიერ საკითხებზე ისაუბრო, თუ კი შენი ცხოვრების წესი სხვა რამისკენ უბიძგებს ადამიანებს, აი ამ წუთისოფელზე მიჯაჭულობისკენ უბიძგებს ადამიანებს, არაფერი არ გამოვა. მე ერთხელ მოვიდა ერთი ახალგაზრდა ადამიანი და ზუსტად ეკლესიის წევრი არის ის ადამიანი და მაშინ დამაფიქრა კიდე ამან, მითხრა, მამო, ერთ რამეს ვერ ვიგებ, ჩვენ ვთქვათ ახალგაზრდებს გვასწავლით იმას, რომ აი მოითმინი, არაუშავს თუ კი მშიერი ხარ, არაუშავს, ოდესაც ფეხსაცმელი გახეული გაქვს, არაუშავს თუ კი თან სხვა რამით შეეცადე მოკლედ, უფრო მდიდარი იყო, მაგრამ მე ვერ ხედავ ამას, რომ თუ ჩვენ უნდა ესეთები ვიყოთ, თქვენ რატომ არა ხართ ესეთები? თქვენ რატომ არ ცხოვრობთ ასე? ანუ მე არ შეიძლება რომ მქონდეს და თქვენ შეიძლება რომ გქონდეთ? ანუ რა ხდება ეს, რატო ანუ ახსნას ითხოვს ადამიანი და ძნელია ადამიანს პასუხი გასცე. მე მეუნებით რომ სიკვდილითა სიკვდილი დავთრგუნო, მაგრამ თქვენ ამ გზაზე ადგა ხართ? აი ეს არის ყველაზე დიდი საცდური. კიდევ ვიძახით, ცოდვა არ არის, სამღვდელოებას იქნება თუ ჩვენ ქრისტიანებს ყოველთვის გვეშლებოდა ცოდავდით. ეს არის, ეს ყოველთვის არსებოდა ეკლესიის წიაღში, მაგრამ ეკლესია ყოველთვის იყო მთავრის მიმართ, რომ ქრისტეს გზას, ქრისტეს გარდამოცემას, ქრისტეს სულიერ ცხოვრებას, მისი მოციქულებისა, მის მოციქულთა მოწაფეებისა და ასე შემდეგ ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა მოწამეთა სულისკვეთებას არასოდეს არ თმობდა. არასოდეს არ აძლევდა წუთისოფელს ბერკეტებს იმისა,
რომ ამ წუთის სოფელში დამწყვრეული ყოფილიყო ადამიანი და ამ წუთის სოფელში შეძლებოდა მისი მოკლედ დამარცხება. აი საშინელი სამსჯავრო. საშინელი სამსჯავრო, სადაც ჩვენ მოკლედ წავსდგებით ღვთის წინაშე, ყველა წავსდგებით ღვთის წინაშე და გეუბნებით ჩემი ღრმარწმენით, ყველაზე მთავარს ამას მოგთხოვს უფალი. პირველი, მიცნობ თუ არა მე და ჯვარი გწერია გითხრას, რომ შენ არ მცნობ, იმიტომ რომ არც მე გცნობ შენ. დაიწყებს ადამიანი განა შენი სახელით არ წინას წარმეთქველებდით, შენი სახელით სასწაულებს ვახდენდით, შენი სახელებით ეშმაკებს განვასხავდით, განმეშორენით ჩემგან მოქმედნო უჯულოებისანო არ გიცნობ ჩემ ყველაზე საშინელი ხმა, რომელიც შეიძლება ადამიანს მოკლედ საბოლოო ჯამში მოესმას და გაიგოს ქრისტესაგან. წავსდგებით ღვთის წინაშე ჩვენ ყველანი. თუ ჩვენ ამისი არ გვჯერა და არ ვწამს, ჩვენ გვექნება პირადი სამსჯავრო, რომელიც ჩვენი გარდაცვალების მერე დადგება და იქნება ასევე საყოველთაო სამსჯავრო, როდესაც წიგნი განიხსნება, წიგნი გადაიშლება, ის შენი გულის წიგნი, რომელიც არავინ არ იცის. ხშირად მithქვამს ხოლმე ახალგაზრდისთვის ან ვინმესთვის მეკითხავს, რომ აი შენი ცხოვრების წიგნი, რომელიც გაიარე, აბა დაფიქრდით ყველანი. დაფიქრდით ყველანი, თქვენი ცხოვრების წიგნი, რომელიც გაიარეთ. შეგიძლიათ დღეს რომ დაიწეროს ნებისმიერ ადამიანს მისცეთ რომ წაიკითხოს, ალბათ საშინელი წასაკითხი იქნება. და ხშირად ადამიანი საკუთარი ცხოვრების წიგნს თვითონაც არ კითხულობს, რატო? იმიტომ რომ საშინელებაა ეს. შეუძლებელია ქრისტეს გარეშე შეუძლებელია ადამიანმა საკუთარი ცხოვრების წიგნი, ანუ წუთი და წამი აღწერო ადამიანმა და ეს წაიკითხო ყოველდღე. არა და ქრისტიანობა ზუსტად არის ეს, რომ ადამიანმა მუდმივად საკუთარ ეგოიზმს და საკუთარ წარსულს, საკუთარ იმას მუდმივად ქრისტეს წინაშე დააყენო და ქრისტეს იმედით დაძლიო ეს შენი წარსული. და თუ კი შენი წიგნის წაკითხვა შენ თვითონვე გაგიჭირდება, მაშინ თავისთავად შიში ამიტომ არის, საშინელი სამსჯავრო ამიტომ ქვია, რომ ეს წიგნი, შენი გულის წიგნი გაიშლება და იმ სასუფეველში, როგორც გარდამოცემა ბრძანებს, ყველას წინაშე იქნება ეს წაკითხული. და იქ აღარც იქნება საუბარი იმაზე, შენ გულში ჯოჯოხეთი ქონდა თუ სამოთხე ქონდა. ის წიგნი დაასტურებს, შენი ცხოვრების წიგნი, რომელიც წმინდა წერილში არის, აპოკალიფშია მოხსენებული ცხოვრების წიგნი, შენი ცხოვრების წიგნი, შენ გულში არსებული ცხოვრების წიგნი, დეტალებში წამზე და წუთობრივად გახსნილი მარადიულ სასუფეველში, ის თვითონ ისე იგი გიბიძგებს იქითკენ, რომ რანაერია შენი გული. განა ის გარეგნულად რას გეუნებოდნენ, რა კარგი ქალია, რა კარგი კაცია, რა კარგი მეგობარია, ეს არა, სიცოცხლის წიგნი. შენი მთავარი გულის სიცოცხლის წიგნი როგორი არის, აი ეს წიგნი გაიშლება მარადიულ სასუფეველში და ამიტომ ჩვენი ამ წუთის სოფლისეული თითქოს ისე იგი სიკარგე, ესე რომ ვთქვათ, ამ წუთის სოფლისეული სახელი დიდება, რომელიც ადამიანს აქვს, თანამდებობა, ჩინი, მედლები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი გაღარიბდება, ეს ყველაფერი აღარ იქნება და გადაიშლება ის წიგნი, რომელიც ყველას გულზე გვაწერია. ვართ ყველანი ამისთვის მზად. მე სულ ფიქრობ ხოლმე, მე როგორც მღვდელი წარმოიდგინეთ, ჩემი წიგნი რო გადაიშლება იქ. ნეტარას რა არის იქ, წარმოიდგინეთ ეხლა მე როგორც მღვდელი მე მამები იძახიან ასეთ რამეს, ერთ-ერთი გარდამოცემა არის, რომ მაგალითათო მღვდელსო განიკითხავსო, წმინდა მღვდელიო. განა განიკითხავს, უბრალოდ მღვდლის წინაშე წარსდგება და იტყვისო, წარმოიდგინეთ ეხლა მე რომ მამა გაბრიელის წინაშე დამაყენო. მე რო დღეს ჩვენთან უამრავი ეკლესიაში, ისე იგი კეთილად მოღვაწე, სამღვდელო პირი რო დამაყენო. მღვდელმთავრებსო განიკითხავენ დიდი მღვდელმთავრები, ვინც არიან ბასილი დიდი, წმინდა ნიკოლოზი. მღვდელმთავრებსო, შედარება მათი მსახურებისა, აქაური დღევანდელი მსახურებისა, ეს წიგნი რო გაიშლება, იმათთან შედარდება მისი მსახურება. მეფეებიო, ამ საერო ხელისუფლებას განიკითხავენ ის ჩვენი წმინდა მეფეები და ეტყვიან, რომ ჩვენ თუ შევძელით, შენ რატო ვერ შეძელი? ის წიგნი რო განიხსნება შენი და შენი გულთა ზრახვები არა გარეგნულად რას აკეთებს, სინამდვილეში ჩანაფიქრი რა გაქვს გულში, ვინც არ გინდა იყოს, წარსული, აწყო თუ მომავალი, ვინც იქნებიან, შენი გული გაიხსნება იქ ღვთის წინაშე და შენ ის ყველაზე ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოსთვის ყველაზე დიდი გულშემატკივარი და საკუთარი ქვეყნისთვის თავდადებული მეფეების წინაშე მოგიწევს შენ საკუთარი ცხოვრების წარდგენა.
ასევე პატრიარქებსო საოცარი განცდა, მონაზვნები მონაზვნებს, ანუ კეთილად მოღვაწე მონაზვნები, ანუ მონაზონი რო გარდაიცვლება, იმ მონაზვნებს შეადარებენო. ხო, შეიძლება ადამიანს თქვას, რომ ისე იგი ეს რაღაცა თითქოს არ ჯდება იმაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პედაგოგიური იმისთვის, რომ ჩვენ რისთვის უნდა ვემზადებოდეთ და რას უნდა ველოდებოდეთ, როდესაც ჩვენი წიგნი გადაიშლება, ჩვენი სიცოცხლის წიგნი, აი ეს არის რაზეც თქვათ, შეიძლება პედაგოგიურად ვისაუბროთ. რო თქვათ, რომ ვინ იქნებიან დამსწრე იმისა, სადაც ჩვენი წიგნი გადაიშლება. პირობითად ალბათ უნდა ვიგულისხმოთ ასე. იქნება მაცხოვარი, იმიტომ რომ მაცხოვარი ეუნება გაიხსენეთ მოციქულებსო დასხდეთ თქვენცა 12-თა საყდართა განსჯათ 12-თა ტომთა ისრაელისათავ. ანუ მოციქულებს ეუნება თქვენს დასხდებითო იმ საყდარზეო. ეს სხვადასხვანაირად შეიძლება გავიგოთ, თვითონ პიროვნულად დასხდებიან და ასევე მოციქულთა სწავლებიდან გამომდინარე განიკითხება ყველა ადამიანი. იმიტომ რომ მოციქულები იყვნენ ის სულიწმინდის მადლის მიმღებები და სიტყვიერად გამომთქმელები იმ უდიდესი სწავლებისა, რომელიც მაცხოვარმა განკაცებულმა ღმერთმა მოიტანა ამ წუთის სოფელში. ამიტომ ყველანი უნდა მოვემზადოთ ამისთვის. ბევრი არის კიდე სასაუბრო, სათითაოდ მინდოდა ჩვენ ყველას რას მოგთხოვს უფალი დაახლოებით, რა იქნება ჩვენი მოთხოვნა პირობითად, რომ რისთვის უნდა ვემზადებოდეთ ჩვენ ყველანი და ამაზე ალბათ შემდეგისთვის, ამიტომ რომ რაღაც არ მინდა რომ კიდე უფრო მეტად ესე იგი გადაგღალოთ და ბევრმა საუბარმა მოკლედ უფრო მეტად არ გამოიწვიოს ჩვენი გულის დამძიმება. ღმერთმა მირქმის მადლით მოგცეს ძალა აი ამ სულიერი ღმერთთან შეერთების, ჩვენი სულის და ჩვენი ეგოიზმის დაძლევისა. ქრისტე გახდეს ჩვენი ყოველდღიური მომცემი ძალისა სიკეთეში და შემაკავებელი ბოროტების ქმნაში. ერთხელა და სამუდამოდ შევიყვაროთ ქრისტე, მისი ძიება დავიწყოთ. აი უბრალოდ წარმოიდგინეთ დილით რომ გაიღვიძებ თქვით რომ ქრისტე უნდა ვეძებო. აი უფალო, სულ უნდა კონდეს აი ეს იესოს ლოცვა მაგიტოა კარგი რომ სულ უფალი გაკერია ადამიანს პირზე. უფალო, ყოლაწმინდა ღვთისმშობელო, აი სულ რაღაცა ადამიანს უნდა კონდეს აი მის ანუ სულ ღმერთთან უნდა იყვე, ამასთან ხო ვერავინ ვერ ხედავს. ქრისტიანობა ხო შინაგანი მდგომარეობა. გარეთ რაც გინდა გამოდი, მოემსახური ადამიანებს, როგორც დღეს არის, ხო? რომ ის თუ ადამიანი შინაგანად ქრისტე არის შენს გულში, მაშინ ნახეთ რა ხდება, მერე გარეთ ემსახურები ადამიანებს. რომ ვიღაცამ წყურვალს დაინახავ, იმას დაალევინებ. ვიღაცას მშიერს დაინახავ, იმას დააპურებ. ვიღაცას უცხოებაში დაინახავ, იმას სახლში შემოიყვან და აი გაიხსენეთ რამდენჯერ აღსარებაშიც გითქვამთ, რომ აი მეზობელი მოვიდა და რაღაცა მთხოვა და დამენანა, იმიტომ რომ ჩემთვისაც მინდოდა. ხო? რამდენჯერ ყოფილა რომ დაინახეთ ადამიანი მაგალითად გარეთ წევს ამ სიცივეში გარეთ არის და გულმა გითხრა, აი უფალმა გითხრა რომ იქნებ შეიყვანო ეს ადამიანი, წაიყვანო ან სახლში შეიყვანო, ან რაღაცა ისეთი რამე გაუკეთო რომ ერთი ღამე მაინც შენ დაინახე, ეს ხო ღმერთმა ინება რომ შენ დაგენახა და არ ჩაიარო გვერდზე როგორც ისე იგი სამარიტელის იგავი რო არის, იქ რო ჩაუარეს მღვდელმა და ლევიტელმა აი ამ დაგდებულ ადამიანს, ხო? ხო და ამიტომ ვერ გააკეთებ ამას. იმიტომ რომ საკუთარი ეგოიზმი არ მოგცემს ამის საშუალებას, რატო არ გჯერავთ? თქვენ გონიათ რომ სიკეთე შეიძლება გააკეთო ადამიანმა, მაგრამ ისიც ეგოიზმის სახურება იქნება. ვერ ჩუმდები ადამიანი, აი მე ეს გავაკეთე, ის გავაკეთე, შეუძლებელია გაჩუმდე, იმიტომ რომ დღეს გაჩუმდები, ხვალ გაჩუმდები ზეგ მაინც აუცილებლად იტყვი, იმიტომ რომ არ მოგცემს ანუ საშუალებას ეგოიზმი რომ შეგარგოს თუნდაც ერთი კეთილი გაკეთებული საქმე. ხო და თუ კი ქრისტე არის ჩემს გულში, თუ კი ქრისტე მართლა მისი ცხოვრების ყოველდღიური ისე იგი ფიქრისა, ქმედებებისა, ამის საძირკველი არის და ამის განმაპირობებელი არის ქრისტე, მაშინ დამიჯერეთ გააკეთებთ ამას. პატიმარსაც მოიკითხავ მაშინ, სნეულსაც მოიკითხავ მაშინ, მიადგები მხოლოდ და თანა სიხარული გექნება. კი არ დაითრგუნები.
კი არა აიძულებს საკუთარ თავს, არამედ სიხარული გექნება და ეს სიხარული ხო გეუბნებით მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ კი ადამიანის გულში არის განკაცებული ღმერთი, ანუ ქრისტე თუ არის და ჩვენი ეგოიზმის ადგილი ქრისტეს, ანუ ჩვენი მსახურება არის ქრისტეს მსახურება და არა საკუთარი მეს და საკუთარი ეგოიზმის მსახურება. ღმერთმა ამ მარხვის განმავლობაში ამის ძალა მოგცეს. თამდაბლობის უნარი მოგცეს, ერთმანეთის პატიებისა და შენდობის შემდეგი კვირა ზუსტად ეს კვირა გვექნება. ერთმანეთს მოვემზადოთ ამისთვის. პატიებისთვის მოვემზადოთ, შენდობისთვის მოვემზადოთ, ამ განთავისუფლებისთვის მოვემზადოთ, რომ მართლა ადამიანებს პატიება მივცეთ და შენდობა მივცეთ, რომ ამ სიმძიმისაგან ჩვენი თავის გავინთავისუფლოთ და ის ადამიანების გავანთავისუფლოთ. ჩვენ რო ვინმეს არ პატიობთ, ეს იცით რამხელა სიმძიმეა იმ ადამიანისთვის და რამხელა სიხარულია, როდესაც ადამიანს რამეს პატიობ. ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ ამას. იმიტომ რომ როგორ არის ეს მდგომარეობა, იცით, როდესაც ვინმესთან შეგეშალა რაღაცა და მართლა არასწორად მოიქეცი, თითქოს თავისუფლება აყრილი ხარ. იმ ადამიანთან ვეღარ იქცევ ისე, როგორათაც უნდა მოიქცე, იმიტომ რომ იმ ადამიანთან დადგები თუ არა ჩუმდები, ადამიანი უკვე ვეღარაფერს აკეთებ, იმიტომ რომ მას აქვს შენზე ძალაუფლება. ვეღარ დაიწყებ ლაპარაკს ლამას სიტყვებით, ვეღარ დაიწყებ ლამას ქადაგებას, ვეღარ დაიწყებ რაღაცა ლამას სწავლებას, იმიტომ რომ ის ადამიანი ზის შენ წინ, ვის წინაშე შენ, მოკლედ საბოლოო ჯამში შენი შინაგანი დამონებული არის. რატომ? იმიტომ რომ არც შენ გითხოვი ამისთვის შენდობა და არც მას მოუცია შენთვის შენდობა. და როდესაც ქრისტიანი ადამიანები ჩვენ ესე დაჭერილი გვყავს ერთმანეთი და ქრისტიანი ადამიანები აი ამ სიხარულს არ ვაძლევთ თუნდაც ჩვენს ოჯახის წევრებს, არ ვაძლევთ აი ამ ისე იგი სიხარულს, პატიების მადლს არ ვაძლევთ საკუთარ ოჯახის წევრებს, ეს საშინელება არის, საშინელი სიმძიმე არის. იცით რა ცუდ მდგომარეობაში ვაყენებ? და გაიხსენეთ როგორ დამონებულები ვართ ხოლმე, პატივაყრილები ვართ, ვიღაცასთან რო შეგეშლება, თავჩაღუნულით გეხარ, ხმას ვერ იღებ რაღაცას და ელოდები ერთ რამეს, რას ელოდები, რომ იმ ადამიანმა გითხრას, რომ კაი, რას ჩამოგიყრია კაცო ყურები. არა უშავს, ყველას გვეშლება. ღმერთმა შეგვინდოს, წავედით, მოკლედ ისევ დავიწყოთ ქრისტეს წინაშე, ამაზე დიდი სიცოცხლე და ამაზე დიდი სიხარული ადამიანში არ არსებობს, მაგრამ კიდე გეუბნებით ეს რომ შეძლო ადამიანმა მართლა გულითადი პატიება მისცე იმ ადამიანს, ვიზეც ახლა ჩვენ ვილაპარაკეთ, ან ადამიანებს, რომ შენდობა მისცე, მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესთან ერთად არის შესაძლებელი. ადამიანურად ეთყვი, აი რა მოგივიდა ის, მაგრამ ისიც შეიძლება რაღაცა პერიოდის მერე ისევ დააბრუნო, ისევ გაუხსენო, ისევ უთხრა, მაგრამ ქრისტეს გულისათვის თუ აპატიებ ადამიანს, ქრისტეს გულისათვის თუ შენდობას მისცემ ადამიანს, მაშინ ისე იგივე ქრისტე არ მოგცემს იმის საშუალებას და არ მოგცემს იმის უფლებას, რომ შენ ადამიანს ისევ გაუხსენო ის, რაც მას შეიძლება მანამდე შეეშალო. აი ეს არის. აი ეს საოცრება არის ქრისტეს ყოფობა ადამიანის გულში და აი ამ სიკეთეს აძლევს თვითონ პიროვნებას და ამ სიკეთეს აძლევს ზოგადად მოყვას ადამიანს, ოჯახს, სოფელს, ქალაქს, ქვეყანას. აი ამ საოცარ ისე იგი ადამიანს აყალიბებს და საოცარ ადამიანს ჩუქნის კაცობრიობას ქრისტიანობა. ერთი ქრისტიანი ჭეშმარიტად ქრისტეს შეძენილი ადამიანი საოცარი საგანძური არის, ამაზე დიდი განძი არ არსებობს არსად. თუნდაც სამრევლოში, თუნდაც ოჯახში, თუნდაც სოფელში ერთი მართლა იმ ადამიანმა, ვინც მართლა ქრისტე იპოვა. ნახეთ წმინდანები, ერთი წმინდანი, წმინდა გიორგი, ისაიღე წმინდანები საუკუნეების უკან რა გააკეთეს და დღესაც გვახსოვს. რატო გვახსოვს? იმიტომ რომ ქრისტე ქონდა შეძენილი საკუთარ გულში და ის ცხოვრება არ მთავრდება. ასეთი ცხოვრება რჩება ადამიანებისთვის სამაგალითოდ. ადამიანებმა რომც დაივიწყონ, ღმერთი არ დაივიწყებს ამას. ღმერთი მიაგებს, ქრისტე, ვინ შეიყვარა ქრისტე ადამიანმა, ის ქრისტესთან იქნება და ეს არის ყველაზე დიდი სიხარული, რომელიც ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს. ჩვენ სამწუხაროდ მოკლედ ჩვენცავე ეგოიზმს ვემსახურებით ამ წუთის სოფელშიც. მაგრამ მე ჯერა
მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას გავაკეთებთ. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას დავძლევთ. მე იმედი მაქვს ჩვენი ეკლესიისა. მე იმედი მაქვს ჩვენი მოკლედ იერარქიისა. მე იმედი მაქვს ჩვენი სამუდელოებისა. მე იმედი მაქვს მოკლედ საბოლოო ჯამში ჩვენიერისაც და ბერისაც, რომ ჩვენ აუცილებლად გადავიტანთ ამას. ჩვენ აუცილებლად დავადგებით, ვადგევართ, მაგრამ უფრო ინტენსიურად დავადგებით ქრისტეს ძიებისა და ქრისტეს შემეცნების, ქრისტეს მყოფობის ჩვენს გულებში აი ამ გზას და ამითი ჩვენ დიდ სიხარულს მოუტანთ საკუთარ თავსას და ჩვენს საყვარელ სამშობლოსაც. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყავთ თქვენ ყოველთა თანა. ამინ.